1 მილიონი, 2 მილიონი, 3 მილიონი, 4 მილიონი, 10 მილიონი, 50 მილიონი, 100 მილიონი, წავედით. 101 მილიონი, 102 მილიონი, 110 მილიონი, 200 მილიონი, 201, 250, 300 მილიონი, 301 მილიონი, 30, წავედით. 500 და მოკლედ შეგვეზარა დათვლა, ხო? გვეზარება დათვლა. იმ კაცმა 1200 მილიონი იშოვა და 1200 მილიონი ქართველ ხალხში ჩადო. ყველაზე მთავარი რა არის, რომ ხალხთან უნდა იდგეს თავისი მაჟორიტარი თავის სამომჩევლთან. ამის პირობას გაძლევთ, რომ ყველა ის პრობლემა, რაც ჩვენს უფლებამოსილებაში იქნება, რაც ჩვენი ვალდებულება იქნება, ჩვენ ამას შევასრულებთ. მოვიდივართ, რომ მოგიტანოთ უკეთესი ცხოვრება. აი საჩხერეში რო არის შექმნილი ის ცხოვრება, ხო ნახე, ხო იცით, გადმოცემითაც ხო იცით. დაახლოებით ესეთი ცხოვრება გვინდა საქართველოში მე კი არ მინდა ბიძინა ივანიშვილს უნდა და მე რო ვიცი რომ ბიძინა ამას შეასრულებს, იმიტომ დგევარ მის გვერდ. ადამიანი რომლის სახეზე ვერავინ ვერ ცნობდა, უანგარო დაკეთებდა ის როცა მთავრობაში მოვა, ის არ გააკეთებს, თანაპირებს. ტკივილი და მინდა როდესაც მე საქართველოს მოვივლი მომავალში, მინდა ბედნიერი სახეები ვნახო. მე არაფრად არ მიღირს. არაფრად არ მიღირს, არც კაბინეტი, არც სამსახური, არც სავარძელი თუ ამოვალდა რომელიმე თქვენთაგან იმას მეთქვით, რომ შევარცხვინე შენი კაცობა და შენი ადამიანობა, შეგვირდი და არ გავიკეთე. სამივე ბიულეტინში, სამივეში გვინდა 41-ის შემოხაზვა. 41. თან ძალიან გვინდა, ბევრი გვინდა. ძალიან ბევრი რა. ხელით ჩავკიდოთ ერთმანეთს, ვინც აქ ვართ, ვინც აქ არ ვართ, ყველამ ერთმანეთს ხელით ჩავკიდოთ, გულები გაუთმოთ, მოვეფეროთ, მოვეხვიოთ ერთმანეთს და დავაფიქროთ ის ადამიანები, ვინც არ ფიქრობენ, რომ სავალდებულოა, საჭიროა, ქვეყანა სჭირდება მათი ხმები. და ამას ბოლო მოეღება. ეს ასე აღარ იქნება. ქვეყანა იქნება თქვენი, ხალხის, ჩვენი, ერთად. ამისთვის რა გავაკეთო? ამისთვის არჩევნებზე უნდა მივიდეთ. სხვა გამოსავალი არ უნდა მივიდეთ ყველა. უნდა მივიყვანოთ შემსირგვლივ ყველა. მეზობელი, ოჯახის წევრები დაწყებული, მეზობელი, ბიძაშვილი, ნათესავი, კურსელი, კლასელი. დიდი ხანია რო არ დაგირეკია, იმ კლასელსაც უნდა დაურეკო. მე მივდივარ შენ რაშვები. სამუშაოებს, იმდენ სამუშაოს შევქმნით, რომ ის ადამიანები, ვინაც წასულები არიან და საზოგადოებრივ მოჯამაგირეთ დგანან, ვიღაცას უდგანან მოჯამაგირეთ, იმ ხალხსაც თქვენ შვილებს, თქვენ შვილიშვილებს, დებს, ძმებს, ნათესავებს ჩამოიყვანთ აქ და აქედან შეიტანენ ლუკმაპურ სახლს. ამიტომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ყველაფერი იქნება, პენსიების ღირსეული გექნება, სადაზღვევო პაკეტი გექნება, სამუშაო ადგილები იქნება, წყალიც გექნება, დენის ფული იქნება, გაზის ფული იქნება. ყველა ტარიფები გადაიხედება. გაძვირებულია, მონოპოლიზირებულია ყველაფერი. ქვეყანა ფეხზე ყავს დასაყენებელი, უმუშევრობა კი არა. უშახელი არ გვეყოფა იმდენი საქმე გვექნება გასაკეთებელი. ის 1 მილიონი კაციც ხო უნდა დაბრუნდეს კაცო ოდესმე ქვეყანაში. თუ უნდა ამოწყდნენ ისე. პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ნიშნავს ამუშავებულ საწარმოებს, ნიშნავს დასაქმებულ საზოგადოებას და ნიშნავს ხალისიან რუსთავს. და ბატონი ბიძინა თავის გუნდთან ერთად, როცა ბატონი ირაკლი მოხდება პარლამენტში, პირველი რასაც პირდებიან, პირველივე 3 თვის განმავლობაში, რასაც ყოველი ჩვენთაგანი იგრძნობს, ვიდრე ეკონომიურად გავიმართებით, ეს იქნება სწორედ სამართლიანობის აღდგენა. რომ ქართულმა ოცნება უნდა გაიმარჯვოს იმისათვის, რომ ჩვენ ძალიან მალე უნდა დავდგეთ ფეხზე. ამიტომ მოგიწოდებ, გაიაზრეთ ძალიან ვთქვათ. მე დღედაღამ პირადად დღედაღამ ამაზე ვფიქრობ. ჩემს ქალაქზე ჩემს ქვეყანაზე გთხოვთ ყველამ გაითავისეთ, გადაახურდავეთ რასაც გეუბნებით. თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ჩვენ არ გავთ ჩვენ ქვეყანას. ძალიან გთხოვთ, გაგვიგეთ სწორად. მობრძანდით არჩევნებზე. მე ვიცი რომ თქვენ მოხوار. მე ვიცი რომ 41 მოხაზავ. მე ვიცი რომ კოალიცია ქართულოს ხარს უჭერს. მე ვიცი რომ ბიძინა ივანიშვილის უჭერს ხარს. მეზობელი გეყოლებათ, ვიღაცა ხო არის ნაციონალი. მიდით დაეჯოქეთ. მისი სული იხსენით. იმიტომ რომ თუ 500 მოხაზავთ ეს განთავდება. მისი შვილი საფლავში არ გააჭერებს, დამიჯერებს. გეყოდის ვაჟკაცობა გაეთ გამოხვიდეთ. მე აქ ჩემი სკამის საძებნელად არ მოსულ ვარ. აი სიცხული უნდა გაქრეს საქართველოში.
ვიმარჯვებთ, იმიტომ უნდა ვიმარჯვებთ და გავიმარჯვებთ კიდევაც. აი ეს სამარცხვინო რაღაცები მოისპოს. უმუშევარია მთელი საქართველო და თავზლავს დასხმულია. ყველა ოცნებას რეალობად ვაქცევთ. მიყვართ. ჩვენ აუცილებლად უნდა ავაღორძინოთ მეურნეობა. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ჩვენ შევქმნით ფაბრიკებს. ყველა სოფელში აბსოლუტურად. ყველა სოფელში იქნება ბაღიც, ყველა სოფელში იქნება სკოლაც. ყველა სოფელში აუცილებლად გავხსნით სპორტულ დარბაზებს, აუცილებლად. დაახლოებით 250-დან 300 ლარი გახდება პენსია. პოლიტიკური ფასი ადევს ელექტროენერგიას, ბენზინს პოლიტიკური ფასი ადევს, გაზს პოლიტიკური ფასი, მედიკამენტებს, რაღის მაკარონი და გრეჩი ხა ერთი მაღაზიაში. თუ შეუხედიათ იმ ხარს, ვინც იმ ბიუჯეტს წერს. ყველა ის დაპირება, რომელსაც მე ახლა თქვენთან გავსემ, ყველა ეს დაპირება აისახება ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტში. თქვენ სოფლად გჭირდებათ იაფი ფული. იაფი ფული, რომელიც მოგცემთ წელში გამართვის საშუალებას. ძალიან კაი პროგრამა არის, ძალიან კაი გეგმები გვაქვს და მოკლედ ამ გეგმების განხორციელებას ვაპირებთ ჩვენი ხელისუფლების როგორც პირველი დღიდანვე. მე ყველაფერს გავაკეთებ, მე ხა პრინციპული კაცი ვარ და არანაირი ზოგიერთებებით აქ რო ირჩეოდნენ და ჩემ თავს უშველოდა, მეტი არაფერი არ მინდა. ესეთი კაცი არა ნამდვილად ჩემ თავში ვიხარ. გაჭირვების უკიდურეს ზურამდე მიიყვანა ხალხი. არა აქ არც წამლის ფული, საჭმლის ფული, გადასახადის ფული, დენი და გაზი რო გადაიხადო, რომელიც აი უზარმაზარი ტარიფებით არის. ძალიან მაღალი ტარიფებით. კიდია თურქეთში 3 თეთრად, ჩვენ გვასყიდებენ 16 თეთრად. მაქსიმალურად ვთილობენ რომ ამოგწოვონ მაქსიმალური ბოლო კაპიკი, ბოლო თეთრი მიიყვანონ. უბედურების ზღვარზე, გაჭირვების ზღვარზე და მერე დაბეჭავებული ხალხის მართვა საკმაოდ იოლია. ქალბატონი მანანა თავის გალობით, თავის ღირსებით და სიტყვა დეპუტატი რასაც ნიშნავს, იმის უკან რაც ინახება, აი მის შესრულებით თვითონ დაემსახურებს, რომ 4 წლის შემდეგ ჩვენ თვითონ ვთხოვთ, რომ დარჩით, ისევ საჩხერეში დარჩით, ისევ საჩხერის დეპუტატი იყავით და მე ამაზე ვარ კიდევ განსაკუთრებით მადლობელი, ჯერ ღირსება დაგვიბრუნა ერთს ბატონმა ბიძინამ და მეორეს ესეთი ქალბატონი გვაჩუქა საჩხერეს და ჩვენ ადრე თუ გვიან გავიგებთ საჩხერები, რას ნიშნავს დეპუტატი. ემინა ორიოდე სიტყვით გითხრათ იმ რეფორმის შესახებ, რომელიც აუცილებლად გატარდება უახლოეს მომავალში გამარჯვების შემდეგ, რასაც თავაზობს ქართული ოცნება ამ შემთხვევაში. პირველ რიგში მე მინდა შევეხო სოფლის მეურნეობა. თქვენ იცით რომ გაცხადებული იქნება მილიარდიანი სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი. რაც ნიშნავს ეს მინდა რამოდენიმე სიტყვით აგიხსნათ, რა მიმართულებით დაიხარჯება ეს თანხები და როგორ მოვა ეს თანხები თქვენამდე. პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ იქნება აუცილებლად გრძელვადიანი უპროცენტო კრედიტები. ანუ დღეს რო გვაქვს კრედიტი ბანკიდან აღებული რაღაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოსაყვანად 30-40%-ში, ძალიან არც ერთ ქვეყანაში ხალხო ესეთი რამე არ ხდება. ეს ის ანაბრებია, რომლებიც ჩვენმა მშობლებმა თავის დროზე სახელმწიფოს მიაბარეს, სახელმწიფო გვეხვეწებოდა. მოიტარეთ ფული და გაგიორმაგეთ. ჯერ კიდე შევარდნაძის მმართველობის პერიოდში სახელმწიფომ ეს თანხები აღიარა შიდა ვალად. ეს აღიარების პროცესი არის დასრულებული. სახელმწიფომ თქვა, მე მაქვს თქვენი ვალი ხალხო. იქვე თქვა, შევიმუშავებთ გრაფიკს და დავიწყებთ ამის გადახდას 5 წლის შემდეგ. იყო ეს გრაფიკი, მაგრამ ეს გრაფიკი არ შესრულდა. გაძლევთ პირობას. ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში დაწყებისთანავე შევშავდება კარგად გაწერილი გრაფიკი და აუცილებლად სახელმწიფო მის საკუთარ მოქალაქეებს დაუბრუნებს ვალს. ფული აღებული აქვს და დააბრუნებს ამას. ბიძინა კაი კაცია და მოხედავს ქვეყანას.